ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აფრთხილებს ყველას, ვინც ქართველი მომიტინგეების სასტიკ დარბევაში მონაწილეობს. როგორც რესპუბლიკელი კონგრესმენი სოციალურ ქსელში წერს, კონგრესი თვალსადევნებს მიმდინარე მოვლენებს და მისივე თქმით, ეს სანქციების დაწესების მომავალ ძალისხმევაზე გავლენას მოახდენს. ჯო უილსონი კიდევ ერთ პოსტში წერს, რომ ტირანულ და უკანონო რეჟიმს არ შეუძლია გააჩუმოს თავისი ხალხი. ვრცელდება ვიდეოები ივანიშვილის სასოწარკვეთილი რეჟიმის მიერ სასტიკი თვითნებური დაპატიმრების, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების. ამ ტირანულ და უკანონო რეჟიმს არ შეუძლია გააჩუმოს თავისი ხალხი. ამ დანაშაულებს დამანგრეველი შედეგები მოჰყვება. საქართველოს ქალაქებში მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივ დაკავებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი და ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდ სკოლსი. ღია დარბევა საქართველოში არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, მაშინ როცა ქართული კოშმარით ცდილობს გააჩუმოს მშვიდობიანი მომიტინგეები და ოპოზიციური ხმები, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული სანქციებით ივანიშვილისა და მისი რეჟიმის მაცოცხლებლების წინააღმდეგ. ეს რეპრესიები არ უნდა დაუშვათ და თავისუფლებაზე თავდასხმის ფასი უნდა იყოს სადამსჯელო. ევროპა ქართველი ხალხის გვერდით დგას. ავტორიტარული რეჟიმი, როგორიც საქართველოშია, რომელიც ოპოზიციისა და კრიტიკული ხმების გაჩუმებას დაჭერების გზით ცდილობს, წააგებს. ადრე თუ გვიან, ბატონო ივანიშვილო, ახლავე გამოუშვით ყველა პოლიტიკური პატიმარი.